კაი კითხვა, ოდესას რა ბედი ეწევა. მე მგონი ჩემი აზრით ოდესა არის ერთ-ერთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ქალაქი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ქალაქიც არის აი ყველაზე რთულად გასაყოფი იქნება ოდესა. აი რუსები არ მოისვენებენ სანამ ოდესაზე არ გავლიან. არავინ იცის. იმიტომ რომ ოდესის ხელში ჩაგდებით, საერთოდ კეტავენ უკრაინას, წყვეტენ, საერთოდ ხმელთაშუა შავ ზღვაზე გასასვლელს უსპობენ. რა ეწევა ძნელისა წარმოსადგენია, მაგრამ რუსების ერთ-ერთი სანუკვარი სამიზნე ოდესა არის. ამიტომ დანარჩენს უნდა დავაკვირდეთ. თუ კი უკრაინაში იქნება ქაოსი, თუ კი უკრაინაში იქნება არეულობა, ამიტომ ზელენსკი ახლა რა საქმესაც აკეთებს. ზელენსკი, რომელსაც არ უნდა არც აქვს სურვილი და შეიძლება უფლებასაც არ აძლევენ, ჯანმრთელი დიპლომატიური მოლაპარაკებები კონდეს გინდა არ გინდა დამპყრობელთან, ამ ფორმით ყოველთვის დააკვირდით, ყოველთვის რაღაცა გამოხდება. აი ზელენსკისთან ხო არ შეიძლება რამეზე სერიოზული მოლაპარაკება კონდეს. შეთანხმდებიან რაღაცაზე, იმ წუთში აჭყვიტინდება, ატეხავს ცივილგებს. არ აქვს მნიშვნელობა ეს რუსებთან იქნება, არ აქვს მნიშვნელობა ევროპელებთან იქნება, არ აქვს მნიშვნელობა ამ საერთოდ უკრაინულ ბუნებას ახასიათებს გავსი რაღაცა. მაგრამ აი ახლა პოლიტიკაში ვთქვათ ახლა, ხო? ეს ადამიანი ყოველთვის არაა სანდო, არაა მისაღები ეს ადამიანი, მასთან სერიოზული მოლაპარაკება არაფერზე არ შეიძლება და ყველამ კარგად იცის ეს რა შეიძლება. მაგრამ აი რუსეთის საკითხი რაშია, იცი? რასაც ზელენსკი ახლა რუსეთს საქმეს უკეთებს, ვერავინ ვერ გაუკეთებდა ესეთ ძვირფას საქმეს. რათაც მეტი არევს და არევს, რათაც მეტი გაგრძელდება ეს ყველაფერი, მით უფრო ფაქტია, რომ ეს ხდება, რაც ხდება. და რაც შეეხება იმ მასშტაბებს, ამბობენ რომ ყაველაშვილი აპირებს ბელორუსიაში ვიზიტს. მივესალმები ძმაო, თუ აპირებს მივესალმები ორივე ხელით. ლუკაშენკო არის კაცი, ვაჟკაცი, გამოცდილი პოლიტიკოსი, პრაგმატული ადამიანი და ძალიან კარგი იქნება თუ აპირებს ვიზიტს, შეიძლება რუსეთთან მოლაპარაკებაში ლუკაშენკო საქართველოსთვის შეასრულოს ძალიან კარგი დადებითი როლი. მე არ ვიცი, მაგრამ თუ ასე არის, მე მივესალმები და ძალიან კარგი მქონდა მე სპეციალურად ერთხელ ლაივიც მქონდა, რომ რატო არ ულოცავდნენ ლუკაშენკოს და მე მიულოცა როგორც იქნა ყაველაშვილმა და ამაზე წივილ-კივილი ატეხეს უკინა განათლებულებმა, მაგრამ პასუხი ამათ ხო არ შეუძლიათ რომ გასცენ. იმიტომ არ შეუძლიათ პასუხი რომ გასცენ, რომ თვითონ არიან ეს ნაგვები და არიციან მონური მდგომარეობიდან ვერ არიან გამოსული და ვერ გამოდიან. ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ჭირდება ასე. რა დაგვიშავა ჩვენ ბელორუსიან და ლუკაშენკომ, რომ ჩვენ არ მიულოცოთ და გვერდში არ უდგეთ. ამ წუთას იბომბებოდა ოდესა, საინტერესო მომენტია, იცით? ტრამპმა გააკეთა ესეთი განცხადებაც, რომ აიო დააკვირდითო პუტინსო შეუძლია 100%-ით გაანადგუროს უკრაინის ქალაქები, მაგრამ ამას არ აკეთებსო. არ აკეთებსო. ან შეუძლია. ხო, ამას რო არ აკეთებს, მე მგონი უნდა ხვდებოდეს. ორი მიზანი აქვს ამას. ხალხი პოლიტიკოსებს არავის არ იცოდა. ხალხი არ აქვს საქმე. იმიტომ რომ ამ ტერიტორიებს ვენ როდესაც დაიკავებენ, ამ ინფრასტრუქტურას ხელახლა მოწყობას ჯობია მოწყობილი ჩავართეთ. ამაშია საქმე. ამაშია საქმე და თუ იზოლებული იქნებიან რაღაც წერტილოვანი დარტყმები დაარტყმან იქ სადაც დასარტყამია დაარტყმავენ არ მოერიდებიან, მაგრამ მასობრივ განადგურებას ინფრასტრუქტურის და ამისას და ხალხო იმას გეუბნებით ხო აი დანაკარგებზე. მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა დანაკარგები აქვს რუსულ მხარეს, დიდი დანაკარგებია ხო, რა თქმა უნდა, მაგალ სულელმა შეიძლება იდაოს, მაგრამ ცოტა რაღაც